ბოლო 47 წლის განმავლობაში დრო იყო ისლამური რესპუბლიკის ყველაზე სანდო იარაღი. ყველა კრიზისი, რომელსაც რეჟიმი ოდესმე შეხვდა. ის გადარჩა ლოდინით. შეხებად ნძევლების კრიზისს 1979 წელს. ის გაგრძელდა 444 დღე. შემდეგ შეხებად ირან-ერაყის ომს, რომელიც 8 წელი გაგრძელდა და რეჟიმმა გაიმარჯვა სადამზე უფრო დიდ ხანს გაძლევით. იგივე გააკეთეს ყველა მოლაპარაკებაზე, რაც კი ოდესმე გაიმართა მათ ბირთვულ პროგრამაზე. მათი მიზანი იყო უბრალოდ დაეცადათ და დაეცადათ, სანამ ამერიკელები არ დაიხლებოდნენ. ყოველ კონფლიქტში, იქნება ეს სამხედრო თუ დიპლომატიური, ისლამური რესპუბლიკა იცოდა, რომ მას მეტ დროს ჰქონდა, ვიდრე მის მტრებს. სამწუხაროდ, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიისთვის ეს გათვლა ახლა იცვლება და ეს იცვლება ASS-ის ბლოკადის გამო. ხედავთ იმ სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ირანმა 2 დღის წინ წარუდგინა შეერთებულ შტატებს, რეჟიმი ითხოვს, რომ ბლოკადა 30 დღეზე ნაკლებ დროში მოიხსნას. ეს იმიტომ, რომ დრო სინამდვილეში ირანის მხარეს არ არის, როცა საქმე მათ ეკონომიკას ეხება, რომელიც იხჩობა. და სწორედ ამიტომ, სანამ გადავხედავთ იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გაგზავნა და ყველა ახალ დეტალს, რაც გუშინ შევიტყვეთ, მოდით ზუსტად დავინახოთ, რამდენად მძიმედ არის საქმე ირანში და როგორ ეწურება რეჟიმს ნავთობის შესანახი ადგილი. სიგნალები მიუთითებს, რომ ASS-ის საზღვაო ბლოკადა ნელ-ნელა იწყებს ირანის ძირითად ტერიტორიაზე გავლენის მოხდენას. ირანის მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის სამინისტროს სპიკერმა მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ ავტომობილების შეძენისას და აღნიშნა, რომ ბოლო ფასების ზრდა გამოწვეულია ხელოვნური ბაზრის манипуляციით და არ აქვს რეალური ეკონომიკური საფუძველი. იმავე ოფისმა დაადასტურა გეგმები მეორადი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს, თეირანმა ნავთობის მოპოვების შემცირება ნაადრევად დაიწყო, რათა თავიდან აიცილოს საცავების ლიმიტის მიღწევა და არ დაელოდოს რეზერვუარების სრულად შევსებას. უპროსმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი სიფრთხილის მიზნით გადაიდგა. სანქციების წლებმა და განმეორებულმა გაჩერებებმა ნავთობის სექტორი ადაპტაციისკენ უბიძგა. ინჟინერებს ახლა შეუძლიათ ჭაბურღილები დროებით გააჩერონ გრძელვადიანი ზიანის გარეშე და სწრაფად განაახლონ მათი მუშაობა. ჰამიდ ჰოსეინიმ, ირანის ნავთობის, გაზისა და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტის პრესპიკერმა, განაცხადა, რომ ინდუსტრიას საკმარისი გამოცდილება აქვს და არ ხელავს. ეხლა ეს არის საერთო ტენდენცია, რომელსაც ამ ვიდეოს განმავლობაში ვნახავთ. ნებისმიერი ახალი ამბავი, რომელიც ირანიდან გამოდის, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ირანი ნამდვილად არ არის სასოწარკვეთი. ამიტომ უნდა ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება იმას, რასაც ოფიციალური პირები ამბობენ და უფრო იმას, რას აკეთებენ ისინი. და ფაქტი ისაა, რომ თეირანმა უკვე დაიწყო ნავთობის მოპოვების შემცირება. ფაქტობრივად, ისინი აღარ იღებენ ნავთობს მიწიდან, რადგან ეშინიათ, რომ საცავების ლიმიტს მიაღწევენ. და როცა ეს მოხდება, შედეგები კატასტროფული შეიძლება იყოს იმ ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მათ ნავთობის ჭაბურღილების გარშემო ააშენეს. თუ მათ მოუწევთ ნავთობის ჭაბურღილების გათიშვა, ეს ნიშნავს, რომ მათი ხელახლა ამუშავება შეიძლება ძალიან რთული იყოს. და რა თქმა უნდა, როგორც თქვენ იცით, ამას გარდა მიმდინარეობს ოპერაცია ეკონომიკური რისხვა. ეს ძირითადად გულისხმობს სანქციებსა და გაპინვას, რომელსაც ASS-ის ხაზინის დეპარტამენტი აწესებს ირანის ფონდებზე, ირანულ კომპანიებზე, ან იმ კომპანიებზე, რომლებიც ირანს ეხმარებიან. ეხლა, სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს ოპერაცია, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებ ყველას, დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად გვეხმარება YouTube-ის ალგორითმში. როგორც წესი, მას არ მოსწონს ომთან დაკავშირებული თემები, რომლებსაც ჩვენ ვაშუქებთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ომები ახლა თავარი სიახლეა. და ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მუდმივად ინფორმირებული იყოთ იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება. ასე რომ, აუცილებლად დააწექით მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. და ეხლა დაუბრუნდეთ ოპერაცია ეკონომიკური რისხვას. სწორედ დღეს დილით მდივანმა ბეზანტმა ინტერვიუ მისცა და აი რას ამბობს ის იმ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. მოусმინეთ. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ეკონომიკურ ბლოკადაზე, რომელსაც ირანში ახორციელებთ. კვლავ აპირებთ თუ არა ირანისთვის ან ირანთან ბიზნესის მქონე პირებისთვის მეორადი სანქციების ან სხვა სანქციების დაწესებას. და მარია, უბრალოდ შეგახსენებთ თქვენ და თქვენს მაყურებლებს, ეს ყველაფერი დაიწყო გასული წლის მარტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის ბრძანებით. და 3 კვირის წინ პრეზიდენტმა მე და ფინანსთა სამინისტროს მოგცა ბრძანება დაგვეთხო ეკონომიკური ერიში. და ასე უნდა ვიფიქროთ ამაზე. ბოლო 12 თვის განმავლობაში მარათონს ვირბენდით და ახლა ფინიშისკენ ვირბენთ სპრინტით. და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვახჩობთ რეჟიმს და ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ჯარისკაცების გადახდას. ეს ნამდვილი ეკონომიკური ბლოკადაა და ის მთავრობის ყველა ნაწილშია. ყველა ხელით საქმეზე ეს ბლოკადა ჩვენი დიადი საზღვაო ძალების დამსახურებაა. არც ერთი გემი ვერ გადის და ჩვენ გავზარდეთ ზეწოლა ყველას მიმართ, ვინც ცდილობს ირანში ფულის გადარიცხვას, რათა დაეხმაროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს.
ისინი კორუმპირებული ინსტიტუტი არიან. ცლებია ირანის ხალხს ძარცვავენ, მათ ფული საზღვარგარეთ აქვთ. ჩვენ ეს გამოვავლინეთ. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. და ჩვენ ამ ქონებას შევინარჩუნებთ ირანის ხალხისთვის ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დააზიანა ირანმა საკუთარი თავი, როდესაც სპარსეთის ყურის ქვათმებზე დაიწყო თავდასხმები, განსაკუთრებით კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე. რადგან არაბთა გაერთიანებული საემიროები იყო ქვეყანა, რომელიც თვალს ხუჭავდა იმაზე, როცა ირანის რევოლუციური გვარდია საკუთარ ტერიტორიაზე კომპანიებს ან ფიქტიურ კომპანიებს იყენებდა სანქციების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანმა ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე 2000 რაკეტა და დრონი გაუშვა, ახლა არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალური პირები აღარ აპირებენ თვალის დახუჭვას. ისინი ახლა ძალიან აქტიურად ცდილობენ გამოავლინონ ეს ირანული ანგარიშები და ფაქტობრივად ყინავენ იქ არსებულ ყველა თანხას. აი მდივან ბასანტის განახლება. მოусმინეთ. მათ ნამდვილად არასწორად გათვალეს, როცა დაიწყეს თავიანთი სპარსეთის ყურის მეზობლების დაბომბვა ძალადობრივი გზით. და პასუხად სპარსეთის ყურის მეზობლები, რომელთაც მე დავახასიათებდი როგორც შედარებით შემწყნარებლებს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიისა და ირანის რეჟიმის ფულის საკუთარ საბანკო სისტემებში დაშვებაში ძალიან გახსნილები აღმოჩნდნენ. და გამოვიდნენ წინ, მოგვაწოდეს დეტალები და მოგცეს საშუალება, რომ გაგვეყინა ეს აქტივები. ესე რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია წლებია, ათწლეულებია, 87 წელია უყურებს, როგორ იყინება მათი მოპარული აქტივები და როგორ ქრება ისინი ძალიან სწრაფად. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადაწყვეტეს, რომ ოპეკი მათთვის არ არის. უმეტესობა მონოპოლიებისა საბოლოოდ საკუთარ სიმძიმეზე ინგრევა და მარია შეგვიძლია ამაზე ახლა ვილაპარაკოთ ან ცოტა ხანში. მაგრამ ეს მაძლევს დიდ ოპტიმიზმს, რომ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ნავთობის ფასები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. ან წლის დასაწყისში, ან ნებისმიერ მომენტში 2020-2025-ში. არსებობს ერთი გაჟონვა ამ თელ სისტემაში, რომელსაც ირანი კვლავ იყენებს იმისთვის, რომ ფაქტობრივად გადარჩეს ან გაახანგრძლივოს თავისი ეკონომიკის სიკვდილი. და ეს გაჟონვა სინამდვილეში ირან-პაკისტანის საზღვარია. როგორც ხედავთ თქვენს ეკრანზე არსებულ კადრში, უამრავი სატვირთო მანქანა და მოტოციკლეტია, რომლებიც ნავთობს ან სხვა საქონელს ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაჰქონენ. ეს ირანის გზაა, რომ გვერდი აუაროს აშშ-ს საზღვაო ბლოკადას, რომელმაც მისი ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი შეავიწროა. ეხლა ეს ცოტა დამაბნეველია, რადგან შეიძლება იფიქროთ, რომ პაკისტანი აშშ-ს მხარესაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ეხმარება მათ შეერთებული შტატები. მაგრამ აქ მგონი ფული ყველაფერზე მაღლა დგას. პაკისტანი რაღაცნაირად სამხედრო დიქტატურას გავს. მათ ხავთ სამოქალაქო მთავრობა, მაგრამ რეალურად დიდი ძალაუფლება არ აქვთ. არსებობს ეკონომიკის სამხედრო მხარე, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, რაც მნიშვნელოვანია. და სამწუხაროდ, ირანისა და პაკისტანის საზღვარზე მიმდინარე მთელი ის კონტრაბანდა, სამხედროები ამით სერიოზულ სარგებელს იღებენ. და ალბათ, სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ეხლა პრეზიდენტ ტრამპს ამაზე მართლაც კითხეს, რადგან ეს დიდი ამბავი გახდა. თუ დაფიქრდებით, თუ აშშ-ს გეგმა ირანის ეკონომიკის ჩახშობა, ჩანს რომ აშშ-ს მოკავშირე პაკისტანი სინამდვილეში ირანს გადარჩენაში ეხმარება. უბრალოდ მოусმინეთ მის პასუხს. საუკეთესო ნამდვილად არ იყო. And are you a Moroccan? That's a vicious pig. I know it. დიახ, კარგად ვარ, მაქვს ბინარული შემოწმება. When you go Pakistan. დიდ პატივს ვცემ პაკისტანს, ფელდმარშალს და პრემიერ-მინისტრს. Yeah, I know that. ეხლა ამ ყველაფერში რაღაც დადებითი არის. და ეს არის ის, რომ ეს მთელი კონტრაბანდის თემა ჯერ კიდევ ძალიან მცირე გაჟონვაა. ირანი ვერასდროს შეძლებს ჩაანაცვლოს ის, რასაც ახერხებდა, იცით, ექსპორტზე გაეტანა ნავთობის ტანკერებით, რომლებიც ერთდროულად 2 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებენ. შეუძლებელია ესეთი მოცულობის ერთდროულად ჩანაცვლება მანქანებითა და მოტოციკლეტებით. დაგჭირდებათ 17,000 მოტოციკლეტი, რომლებსაც ექნებათ ის 5 გალონიანი ვედროები, რომლებიც Home Depot-ში შეგიძლიათ შეიძინოთ. 17,000 მხოლოდ ერთი ტანკერის ჩანაცვლებისთვის. ასე რომ, დიახ, გაჟონვა არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს ძალიან მცირეა იმ ვაჭრობასთან შედარებით, რომელსაც ირანი ზღვაზე აწარმოებდა. ეხლა ყურადღებას გადავიტანთ მოლაპარაკებებზე. როგორც ჩანს, გვაქვს გარკვეული დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეტანილი ახალ გეგმაში, რომელიც ირანმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა. ეხლა სანამ ამ დეტალებზე გადავიდოდეთ, უნდა გაგაფრთხილოთ. ყველა დეტალი, რომელსაც ვიღებთ, ირანულ მედიაზეა დაფუძნებული. ამიტომ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ისინი გაავრცელებენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ირანისთვის დადებითია. იმ ინფორმაციას, რაც ირანისთვის უარყოფითია, ისინი არ გაავრცელებენ.
ანუ ისინი არისაუბრებენ იმ დათმობებზე, რომლებსაც ირანი მზად არის შესთავაზოს. ვარაუდობ, რომ დათმობები მშვიდობის გეგმაში შედის, მაგრამ ჩვენ ხელთარცებული ინფორმაცია არც ერთ დათმობაზე არ საუბრობს. აი, ეს დეტალები. ცხაროების თქმით, ირანის გეგმას 3 ძირითადი ეტაპი აქვს და მიზნად ისახავს 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის ომის დასრულებად გადაქცევას. იგი ითვალისწინებს არაგრესიის პირობას, მათ შორის ისრაელისგანაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ომის დაბრუნების თავიდან აცილება და საბრძოლო მოქმედებების დასრულება მთელ ახლო აღმოსავლეთში. ვარაუდობ, რომ ეს ალბათ ლიბანსა და ისრაელის ომს ეხება ჰეზბოლას წინააღმდეგ. ვაგრძელებ. პირველი ეტაპი ეტაპობრივად გახსნის ჰორმუზის სრუტეს და მოხსნის აშშ-ის ალყას ირანის პორტებზე. თეირანი შეძლებს ზღვის ნაღმებთან დამკლავებას. წინადადების მეორე ეტაპი ითვალისწინებს ირანის დაბრუნებას გამდიდრებაზე, ვადის ამოწურვის შემდეგ 3.6%-ზე ნულოვანი მარაგის პრინციპის შესაბამისად. გეგმა ითვალისწინებს, რომ აშშ და ისრაელი თავს შეიკავებენ ირანზე და მის მოკავშირეებზე თავდასხმისგან, სანაცვლოდ ირანი თავს შეიკავებს დარტყმების განხორციელებისგან. წინადადება უარყოფს ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ან ირანის ობიექტების განადგურებას. სანქციების მოხსნა მოიცავს გაყინული სახსრების ეტაპობრივ გათავისუფლებას. მესამე ეტაპზე თეირანმა შესთავაზა სტრატეგიული დიალოგის დაწყება არაბ მეზობლებთან და უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს მთელ ახლო აღმოსავლეთს. ეხლა კიდევ ერთხელ, ეს არ არის ყველა დეტალი. მე ზოგრამეს მხოლოდ ვარაუდობ. ირანის მიერ შეთავაზებული დათმობები აქ არ შედის, რადგან დეტალები ირანულ მედიაში ვრცელდება. მაგრამ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ამ წინადადებაშიც კი ირანი თანხმდება ნულოვან გამდიდრებაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეხლა ზუსტად არ ვიცით, ეს პერიოდი რამდენ ხანს გასტანს. წინა მოლაპარაკებებიდან ვიცით, რომ შეერთებულ შტატებს სურდა ეს ვადა ყოფილიყო 20 წელი. ირანს კი სურდა, რომ ეს ვადა ყოფილიყო 5 წელი. შემიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ვადა სადღაც შუაში იქნება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია ის, რომ ირანი უარყოფს მის ხელთ არსებული ბირთვული ობიექტების დემონტაჟს. ეს არის ის, რაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ ირანმა ჩართოს შეთანხმებაში. მათ სურთ, რომ ირანმა შეწყვიტოს განადგურებული ბირთვული ობიექტების აღდგენა. მაგრამ ბოლოს, მესამე ეტაპი გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაზეც მეტი დეტალი დაგვჭირდება, სადაც თეირანი ამბობს, რომ მათ სურთ ისაუბრონ არაბ მეზობლებთან, იმავე მეზობლებთან, რომლებსაც ირანი სულ რაღაც 60 დღის წინ ესმოდა თავს. ან არა 60 დღის წინ, 30 დღის წინ. მაგრამ ეხლა მათ სურთ მათთან ერთად იმუშაონ, რათა შექმნან უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შეძლებს ახლო აღმოსავლეთის დაცვას, მაშინ როცა სინამდვილეში ირანია ის, ვინც საფრთხაფრთხეს უქმნის ყველას ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ყველა დეტალი, რაც გვაქვს. და კიდევ ერთხელ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფორმაცია ირანიდან მოდის. ამიტომ აქ არ იქნება ყველაფერი, ყველა დათმობა, რასაც ირანი სთავაზობს. ეხლა კი ეს არის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ გააკეთა ამ წინადადებასთან დაკავშირებით. მოусმინეთ. არ მინახავს, აქედან უყურებ. კი, მე შეგატყობინებ ამაზე, მაგრამ გუშინ საღამოს თქვი, რომ შეიძლება უკეთესი იყოს, თუ კანონის წარმომადგენლებთან დარიგებას არ დათანხმდები. კი, არ მომიცებ და ეგ არ მithქვამს. ვთქვი, რომ თუ ახლა ვეცავალთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ აღსადგენად. მაგრამ ახლა არ მივდივართ. ჩვენ ამას ისე გავაკეთებთ, რომ არავის მოუწიოს დაბრუნება 2 ან 5 წელიწადში. გუშინ ღამით კიდევ ისიც თქვი, რომ მითხრეს შეთანხმების კონცეფციის შესახებ. ეხლა ზუსტ ფორმულირებას მომცემენ. მან ასევე გამოაქვეყნა ეს tweet-ი. მალე გადავხედავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოვიგზავნა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმისთვის, რაც მათ გაუკეთეს კაცობრიობას და მსოფლიოს ბოლო 47 წლის განმავლობაში. გმადლობთ ყურადღებისთვის. შემდეგ მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უნდა გაანადგურონ რაკეტები, რომლებიც ირანს ჯერ კიდევ აქვს. მოусმინეთ. დაახლოებით 85% ირანის რაკეტების წარმოების შესაძლებლობებისა უკვე განადგურებულია. სწორია. ყველას დააჯერეს, რომ ეს კარგი საიდუმლოა გასანადგურებლად. ხო, მინდა ეს გავანადგურო და მინდა რომ მე ვიყო დასაწყისი მათთვის, რომ თავიდან ააშენონ ყველაფერი. და კი, მინდა გავანადგურო. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე დღეს, უნდა დავბრუნდეთ წარსულში და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დაუკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. და იცით რა? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბუნებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს. ანუ დააჭიროთ იმ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.